დილამშვიდ ოფისაო არა ლამაზად თენდები ჩილი მაქვს დილამშვიდობისა აბა როგორ ბრძანდებით როგორ ხართ როგორ გიგითხოთ რაღაცა მინდოდა აქ რაღაცისთვის დავჭექი აქ ესვის დავჭექი რაღაცა უნდა გამეკეთებინა ხმესა ჩემო დამავიწყდა ხალხ საყურე ბონიქ რასაკეთებ მანდრელო ხარ არ მომწონს მანდრო ხარ რაღაცნაირად არ მომწონს გესმის და მგონია ცუდ საქმეზე ხარ გამოვიდა და გაცუნცულდა ჩემი ჩულელი ჯაგრი გემბულბულები ხოიძერს კი გავიზაფხულე როგორც იქნა ყავა მინდა მოვიდუღო წევან იქ არს ჩანდა წავიდა ხაც არა ჩანს მანქანა ნეტუ დღეს არ მუშაობს მოიშვი დაგაყენოთ და აბა გილოცავთ ხალხო დღევანდელ დღეს მუდამ ყოფილიყავით თავისუფლები ამასე დიდი რა ვიცი არაფერია სიცოცხლე და მე უკვე თავისუფლება არაფერი არის ამაზე დიდი მადლობა არა ლამაზია ჩემი შავი კატა მიყვარს ჩემი შავი კატა ჩემი შავი კატა გილოცავთ დღევანდელ დღეს შემოკარგებო ძვირფასებო და საყვარლებო ესე თავი დღეს ჩემი შავი და ესეთი შავი და კიდევ უნდა ვიყიდო სახლისთვის უბრალოდ ჩვეულებრივი შავი ბამბის ზედა ტელეფონი რატო ეს რაღაცა მოღრეცილად გავასწორე ხა მოვიდუღოთ მე და თქვენ გემრიელი კაფე ეს თმა ხო არ გავისწოროთ ხო ეს ნაწილი მე გავისწოროთ კოფეს თალების დროს ეს ლაივების ყურება რომ დავიწყე TikTok-ზე პანდორას ყუთი გავხსენი არა მე საერთოდ ვერ ვუყურებ ისე თლიან ლაივებს როგორც გადის და არის მთელი მაგრამ რაღაცა ნაწილს ხო ვუყურებ ხო და მაინც პანდორას ყუთია დღეს ქეთიმ ისეთი რაღაცები ვილაპარაკა ეგიდუნაშვილმა ლაივში ჩავდე თუ არა TikTok-ი რომ მაგის ლაივში აღმოჩნდა ხო და ისეთი რაღაცები ვილაპარაკა სრულიად ურთიერთგამოვლისა პოლიტიკაზე თან ისეთი რწმენი თუ ერთადერთი სიმართლე ეგ არის და თან აი ისეთი რაღაცები რომ კირპიჩიჩიცა კი ეუბნებოდა გიყოფა ეხა წავიდე თუ ის ხდებოდა რომ უკვე ძალიან გადაამლაშა და აი რო ეთქვა რომ ადამიანს არასოდეს არ უფიქრია
ამ კონკრეტულ თემაზე. და მე კიდე კაცო რა ამომიყარა ამას თავი გაანებე, კაი ამ ქეთის აი რაღაცა გარჩევები, ომები, ჩხუბები, აბა ამას ეს უკნად ეს დავარეპორტოთ, ეს ცემოთ, ამას საქმე გაურჩიოთ, რაღაცა აი რა ვიცი, ცალკე სამყარო ყოფილა იქ. რავი, ყველაფერი ხდება თუნდაც. მე თუ ჩემო ანუ ჩემგან ყველაფერი მდენ შორს არის. აი ეს თვითონ ეგ რაც იქ ხდება ეგ ამბავი და სტილი, რომ არც მიგვირს, რომ არ ვუყურებდი და არც ვაპირებ, რომ ვუყურო ხომ, იმიტომ ანუ ჩემი არ არის. მაგას უნდა უყუროს და აკეთოს ასევე იმან ვისიც არის. ჩემი არა. ზედმეტად ბევრი სიბინძურია მან ჩემთვის. Awesome. მუსიკასაც გქრა? Не знаю. გუში მივალჯიშე. ჩემი ახალი გირით, პირველად გირებით. დილას ისე მდგიო და წერი. რადგან ვივალჯიშე ისინი კლარ მდგიო. ხები. ხალები, მდგიო, ხო? ასე დასტოინე მდგივა რა, ძალიან არა. ხო და წერი მდგიო და დილას. გემულბულები. აი განონდოს. სხვა ყველაფერი. აი ადამიანმა გამოხატოს თავის თავი იყოს თავის თავი, მაგრამ ისეთ რაღაცებში გადასვლაც. რაც საერთოდ არ შეგი ფიქრია და რაც შენი არ არის და არ გაინტერესებს და ამაზე ეს არ მომწონს მე. მომწონს ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა. მე არ მივალ და ადამიანს ამას არ დავუწერ. მე არაფერი აღარ მიგვირს უკვე. აი მართლა. ახლა გეყვით რატომ? ერთი ულამაზესი გოგოა, რუსთაველი, ლიკი, გაგნიძე, TikTok-ზე ფერს გეცოდინებათ. ანუ სერიოზულ დიაგნოზს კიბოს ებრძოდა, გაიარა ბევრი მკურნალობა და დაამარცხა და ანუ ვიღაცამ კომენტარებში დაუწერა. აი თან ყოველ ჯერზე როცა მაგის ვიდეო მოხდა, მე საერთოდ კომენტარებში წერით არ გამოვირჩევი, ხო იცით და ბოლოს ვიდეოში მოხდა ევაკუატორში, სანამ მანქანა მოყავთო, მაგიერს ვიკეთებო და ხაო ვიღაცა მიდისო და ფიქრობს ეს რა გიჟიაო იქ რო გაიარა და მე კიდე მიგეგეთი ხალხი, აი ხო იცით, ეგეთი ხალხი მიყვარსა და ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ღმერთო რა მშვენიერია ეს გოგო, არა მარტო გარეგნობით, ამით აი ასეთი როა რა. და ყოველჯერ როცა ხდება მაგის ვიდეოს, აი ვფიქრობ ხოლმე, რომ რა ლამაზია, რა მშვენიერია. და თან მთლიანობაში და კომენტარი ქონდა ხა დღეს გამოტარი ვიღაცას დაუწერია, რა არისო, ძალიან გამხდარი ხარო. ცოტაო ივარჯიშო, ფორმები დაიყენეო. ანუ დაიწუნა, არც ლამაზი ხარო, ანუ გამხდარი ცხავ და რაღაცები რა და მე ქვეშ დაუწერეს, რომ არ იცის ალბათ ორეები გადაიტანო და ეს არის ჩემი სამჯერნა ოპერაციები მუცელიო ესე თქვა და რაღაც და თვითონაც და ანუ უბრალოდ მომინდა ძალიან მე თქვა. იმიტომ კი არა, აი ადამიანებს აქვთ ხოლმე, რომ ვინმე ადამიანს როცა რაღაცა პრობლემა აქვს ჯანმრთელობის ეცოდებათ ხოლმე და კომენტარებში უწერენ ხოლმე მე როგორ მიყვარხართ, ანუ სხვა შემთხვევაში ლანძღვას დაუწერდნენ, ამ შემთხვევაში მხარს უჭერენ რა და მე ეგრე არ ვარ. ყველასთან ავუგრძნობ ხოლმე, მაგრამ ასე როგორ გითხრათ, შეცოდების გამო ადამიანს არასოდეს არ დაუწერ რაღაცას, რასაც ისედაც არ დაუწერდი, იმიტომ რომ თვლი რომ არავის არ სჭირდება, არავის შეცოდება. რადე?
მამა მოვა. ხო და აი მართლა ჩემი გულწრფელი აზრი დავწერე, რომ მეთქი ულამაზესი ხარ, აი ძალიან ულამაზი ხარ. აი მაგ შენი სამჯერ ოპერაციები მუცლი, მწონით, იმ თმა მოკლე, რომ მოვა კი ადამიანს რო ესე უხდებოდეს მოკლე თმა ძალიან იშვიათობაა და საერთოდ რო არ ქონდა თმა ეგეც, ანუ ძალიან ლამაზი გოგოა და იმიტომ. აქ მოვიდე დავლიო ყავა. და წარმოიდგინე პროსტა ამ ზოს გამოჩა ადამიანი ამას დაუწერა რა ცუდი ხარო ანუ მართლა ლამაზ გოგოს დაუწერა რა ცუდი ხარო და სხვები ანუ იმით არ უგეშავენ რომ მყობა არ იცოდაო რა გადაიტანეო ანუ რომც არ იცოდე და სადების რომც არ იცოდე რა გადაიტანა მართლა მშვენიერი გოგო და მაყურებლის ფონზე უკვე აი რა მართლა მე მგონი არაფერიც აღარ მგონს. ახალი აქ ვიყოთ და მე იქით წავიდეთ. იმიტომ რომ რაღაც აქ ჩართულია. აუდიო ცოტას დავუწევ ხმას. და ჩემ ვიდეოს. და ჩემია დასვი. აი, დავსვი. ცოტა ხანი ხმას ჩაუწევდე, თორე ჩემ ვიდეოს გამიფუჭებს. ხო და მოგრათ აი ესე ჩემო ძვირფასებო საყვარლებო და ძალიან კარგებო. თან სულ მიგვირს და თან აღარ მიგვირს. არაფერი უკვე. ამოკლია პირველი ყლუპი. ამ ბავშვს ცოდვა, დაუწია. ერთი წავიდეთ ხმასა. აუწევ ხმასა. მოდი აუწიოთ და ხმა ცოდვა. ცოდვა ხმა რო არა. მე რა საყვარელია, მოდი. ვაგალირე ბაჭი. საყვარელი ბაჭი. ბეგე მოდი. არა გოგო ბეგე. ხო, გოგო ბეგე. Это тихо беги. Это тихо беги. ისიც მომაქვს თხილის თებშზე მიდევს ტელეფონი. თარ დავფანტო, ამდაც. აი, საწოლია რა გასწორებული. უკვე ხალხო. ცა დავუშვით და გეტყვით. როცა ხვდებით, ხედავთ, ხვდები მე თვითონ. ანდი ვაფშე. აი. მსული ზალე. მე თუ რა კარგია. აი სიკასა წავიდან და. იქნება დღეს და ისა. მე. იკასა და ხარ. გავიხედე, გამოვიხედე და არა ხარ. საერთხი მაგ გასაფენი, ვაიმე 24 შვიცე ხალხო საერთხი მაგ გასაფენი. მე მგონი მიყვარს ეს კომბინაცია. ყავა ყონ ტკბილი. უშაქრო არა. და თხილი. ლელო მომეწონა ეს ფორმატი საინტერესოა. ანუ არიან ადამიანები. ძალიან მიყვარხართ ეს ადამიანები და რომლებიც ანუ რა ფორმატი გადავიღო. მე უყვარვარ და იმიტომ მიყურებენ. აი მე მგონი მიყვარხარ
სტარგილ ფსიქიატრთან მიყავი საკმაოდ ნაკლებთან გიორგი ჭეშვილთან, მაგრამ მე ხა გადავხედე Facebook ჯგუფში, რომ ყველას იგივე დიაგნოზი უსვამს და ერთ და იგივე ორ წამალს უნიშნავს, რომელსაც არ დავასახელებ. კარგები ყავს და ვერ ვიპოვე, ამიტომ მკითხე. უმრავლესობა კონკრეტულ წამალზე მუშაობს აშკარად. ჩემი დაკვირვებით ასეა პიესი, მარიამი ვარ უნდა დავიწყო სახელი, თორე ვერ ვიცნობ. ხო, ვერ გცნობ და ესა წავიკითხე გუშინ. გამეცინა მეთქი და საყვარელი ხარ. ხო და რაღაც ჭირს ამებს, ხო? რაღაც ჭიანი ვითარ. მაგებს არც ვთქვი. ძალიან საყვარელი ხარ. სკოლა არ გამახსენებთ დაწყებით კლასებში, სულ ჩხავილით და ძალით მასწავლეთ დედაჩემი. მე ჩემი თვალსაჩინო თავს ცოტა ხანი. ბოლოს ღამე კი რა დასვენებებზე ვკითხულობდი ხოლმე. წიგნებს უფრო მარტივად ვკითხულობ. ჩემი ჩართულობაც რომანს საჭირო პლუს ინტერესი და ყურებით მარტო ასე ვთქვათ კომფორტ სერიალებს, ანუ რაც მრავალჯერ მაქვს ნანახი. და YouTube-ზე შენ გიყურება. ბავშვობაში კიდევ უფრო რთულად მქონდა. ალბათ მახსოვს რომ პირისწყლებს უყურებდი ხოლმე, ძალიან მიყვარდა და 5 წუთში ერთხელ მეფანდებოდა გონება და ვახვევდი ხოლმე თავიდან 45 წუთს სერიან 1-2 საათს ვანდავდი. მე მგონი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ADHD მე მგონი არ არის. იმიტომ რომ ADHD-ში ეგრეაცი ან არ გაინტერესებს და ანუ ვერაფრით ვერ ინტერესებ თავს, უბრალოდ აკეთებ, იმიტომ რომ გასაკეთებელია, უნდა სხვა გზა არ არის. ან არ აკეთებ. საერთოდ მაინც მივხედავ მაგისა და იმ რაღაცაში და ეტირება. და ამ კიდე ისეთი ყურადღება გაქვს იქ, რომ იქით გჭირდება, რომ ასე აგაგლიჯონ მაგ რაღაცას ძალით რა, და შენით. ნო. ხო და აი ეგ უფრო რაღაცა სხვა არის. ასხათ შორის ეგ ძალიან ცუდი რაღაცა არის, ეგეთი ექიმები. მე დავდიოდი მასეთ ცნობილ ექიმთან. ესე იგი ბავშვი ვიყავი, ხახო რომ გავთხოვდი, ანუ ქალიო გათხოვდებაო ენდოკრინოლოგთან და იაროსო რა და მივდიოდით, აქ 5-ლარიანი ვიდეოს ეს ჩანს. გეტყვის მე მაგის ამბავს. და ესა დავდიოდი რა, ანუ ვისთანაც დავყავდი ისედაც ხოლმე იქამდეც. მერეც მაგასთან მივედი. ძალიან ცნობილი იყო. ზურაბ საბახტარაშვილი, რომელსაც საკუთარი კლინიკაც ჰქონდა. გააკეთა მოგვიანებით, მაგრამ მე დავდიოდი, მაშინ არ ჰქონდა კლინიკა, პროსტა VIP ექიმი იყო და რა ვიცი, რიგები ედგა და თან მაშინ წინასწარი ჩაწყები არ არსებობდა და ცოცხალ რიგში უნდა დამდგარიყავი და ხალხი იქამდე მიდიოდა, სანამ კლინიკა გაიხსნებოდა. არ ვიცი, ვინმე თუ ყოფილხართ მასთან, გეცოდინებათ, რავი, 17-18-20 კაცი იყო ხოლმე რიგში და კატასტროფა იყო მოკლედ რა. და ჯერეთი ხო ანალიზებს ყოველთვის აკეთებინებდა და თან სხვების ანალიზებს არიღებდა და თავის კლინიკას ასე ვთქვათ აკეთებინებდა. და მე კაი ხა მაგას თავი გავანებოთ, მაგას ძალიან ბევრი აკეთებს. ესე იგი ყველას უნიშნავდა დექსამეტაზონი, ვეროშპირონი, იარინა. ანუ მე მქონდა ეგ დანიშნული და მეგონა მე მქონდა და ჩემთან ერთად ვინც როდისაც იჯდა, ყველას ეგ ქონდა დანიშნული. და იარინა ისე დამინიშნა ტიპმა, რომ მე არ ვიცოდი, რომ ეს ჩასახვის საწინააღმდეგო იყო. წელიწად ნახევარი მასმევდა წამალს, რომელიც არ ვიცოდი რისთვის იყო და მე ისე ტიპი არ ხوارია, რომ ყველაფერს გამოკითხავ რაღაცა. მე არა ვენდობოდი რა და თან ბავშვი ვიყავი, ქავხსეთი ექიმი ამხელა რაღაცა და ესე ვსვავდი. და ამ ვეროშპირონს და დექსამეტაზონს ვაფშე არ მიხსნიდა. და იარინა კიდე 1 წელი სვიო, მასო 1 წელი, ჩემი კეთილი ნათესავები, ვაი მე რატო არ ვსულტები, მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ. ხო და ეს იარინა როგორც კი მომიხსნა, 2 თვეში დავორსულდი. ხო და ვიტყრა რომ აი ხო ხედავ და გავორსულე 2 თვეში. იარინა მომიხსნა მაქედან და მერე გავიგე რომ რის სამალი იყო ეგ იარინა. მაგამბის მერე. ხო და ეს სტრიები
ძალიან დიდი სტრიები რო გამიჩნდა მე თორნიკეს და ანდრიას ევაზე რომელიც არ გამჩენია მე გავიგე რა უკუჩვენება აქვს მაგ წამლებს რომელსაც მასმევდა მასეთი თან რავი ხანგრძლივად წლების განმავლობაში ორსულობაშიც კი ანუ კუშინგის სინდრომი სტრიები და ის რაღაცას იწვევს და ისევ გეუბნებით ამას უნიშნავდა ყველას უცნობილესი ენდოკრინოლოგი არ ვიცი ამის ისტორია მოგიყვეთ მე ხო იცით არასოდეს ფული არ მაქვს ქეშად აი არასოდეს ფული არ მაქვს თუ კი რამე ქეშად არის აყიდელი ვერ ვყიდულობ ან სპეციალურად მივიდია რომ ავიღო გუშინ ანდრიამ თქვა რომ ჩამირიცხეო ფულიო არა silk festi რო არის ხო მე მაშინ ყიდულობს ხოლმე ინტერნეტს ხო და ეტყობა გამოეპარა ეგ რა და ეხლა 15 დღიანი არისო და 15 ლარადო მაგასო ვიყიდიო ან მეორე მითხრა რაღაცა 20 ლარი ღირსო და მაგას ვიყიდიო და ჩემ ბარაზე თუ ჩამირიცხავოს ქულქარდზეო აქცია არისო რაღაცაო და მაგითი ვიყიდიო ანუ სპეციალურად ქულქარდისთვის ან ჩაურიცხე ეს 15 ლარი და ვეღარც ანუ იმ ქულქარდზე მითითებული აქვს რაღაცა ნომერი რომელიც აღარ აქვს და რო იყიდოს იქ მიდის თურმე რაღაცა სავერიფიკაციო კოდი ხო და ვერაფრით ვერ იყიდა მე ჩემთან მოვიდა და აი ბარათი მიუთითეთ მაგისი და იქნება ეგრე ანუ ვეღარც უკან გადმოურიცხე ეს ფული ვეღარც ანუ ვერაფერი იმ ფულით ეყიდა რა და მე მითხა 20 ლარიანს ვიყიდიო და 5 ლარი ქეშად მაქვს და იმას მოგცემო და ასე მომცა ეს 5 ლარი და მოკლედ იყიდა ის რაღაცა რომელი იყიდა კარგად არც ვიცი ხო სკოლა სანამ არის გვაქვს ხოლმე სკოლაშიც ინტერნეტი იმიტომ რომ მინდა რომ ბავშვებს გქონდეთ ეხლა დღევანდელი თაობა ხო ის როგორ არის რომ ანუ ტელეფონით რაღაც კი არ გირეკავენ რაღაც მესენჯერებით და ეგეთ კონტაქტებიან რა ტელეგრაფი და ეგ ტელეგრამი და ეგენია და რა მინდა რომ გქონდეთ რომ რაღაცა დაჭირდეთ ან რაღაცა იყოს ხო თან ახლა რატო არა მოკლედ და ის დიდი ხნის განმავლობაში არ ვაძლევდი სხვათა შორის ყველას აქ მაგრამ მე არ ვაძლევდი უფლებას და მე შემეცოდნენ აი რამდენი მივდიოდი სკოლაში ყველა მასწავლებელს მაგას ამბობდა რომ მთელი ბავშვები ტელეფონებში სხედან ინტერნეტში არიან გაკვეთილზე არ გვისმენთ და ჩემ ბავშვები ეგეთი ტიპები არ არიან და შემეცოდა რომ ის ანუ ისე იყვნენ რა და ამიტომ გადავწყვიტე რომ მეც მიმეცა დაბრუნ ასე ვთქვათ ასე აღმომაჩა ხა მიხარი არ ვიცი რა შევხარჯო ეს 5 ლარი იმიტომ რომ აი ესეთი რამე მინდა ვიყიდო რასაც მაგალითად ბარათით ვერ ვიყიდი დღეს ხა იკარო მოვა ბაზარში წავიყვან და ეს რაღაცა ალუ ჩამატე და ეგეთას ვიყიდი ოღონდ ამით არ მეყოფა კიდე უნდა გამოვიტანო მაშინ 5 ლარად რაც ვიყიდი დღეს ხო და მარიამ ჩემო წვიფას დაიწერე მარიამი აღჭირა დამიკომენტარეთ რომ მავიწყდებ არა ეხლა კი მგონი რომ ამის მე აღარ დამავიწყდება მაგრამ მაინც ვინც არის მარიამი არის ის ადამიანი რომელიც აი მე რომ უყვაგების გადაღება დავიწყე იქიდან მომყვებოდა მიყურებდა მოსწონდა ანუ აი მეუბნებოდა ხოლმე აი რომ მე რომ ამას ჭამდი რომ აი ეს ესეთი აქ იყიდება მე ეს მიყვარს რაღაცა ძალიან ისეთი კომუნიკაცია გქონდა ცოცხალი მე ჩემ ჰეითერებს პასუხს ცემდა ხოლმე და მოკლედ ძალიან ისეთი ტკბილი საყვარელი ურთიერთობა გქონდა ხო და მე რაღაც დროს მე საერთოდ ძალიან დამეკარგა და ეხა ისევ გამოჩნდა ხო მეც ეს ძალიან კარგად ეგი იმიტომ რომ აი ვისაც უყურებდი ხოლმე სხვა შორის ახლა YouTube-ზე ბევრად ნაკლებად ვუყურებ ვლოგებს ჩემს სამართლიანად უნდა ვთქვა მაგრამ ვისაც უყურებდი და ძირითადად რუსულენოვანებს უყურებდი ესე იგი მყავდა ხალხი რომელსაც აი სულ მიუყვებოდი და სულ ძალიან მიყვარდა და დღემდე ძალიან მიყვარს მაგრამ ყავს ხალხი მაგათგან რომელსაც ისე დავეკარგე რომ საერთოდ აღარ ვიცი მათი არაფერი და
ხდება ხოლმე. ანუ არა იმიტომ რომ რაღაცა ანუ აი მაგალითად ინას უდაკავასთან მოხდა რაღაცა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი და მაგიტო გავეყარე, მაგრამ აი არიან ადამიანები, რომელთანაც რაღაცა მნიშვნელოვანი არ მომხდარა, მაგრამ ესე ნელ-ნელა რაღაცნაირად, რა ვიცი. და მე ისევ არის ხოლმე მომენტები, რომ გინდა მიხვიდე ნახო და მოკლედ მესმის მეც როგორც მაყურებელს ეგ ფაქტორი ჩვენივრად. და საერთოდაც არ მაგის რაღაც ან წენა ან რაღაც არა. სანო შენს ბლოგებს თავს ვადევნებ, ხედავ რომ არავის საქმეში არ ერევი და არავის ცხოვრებას განიკითხავ, თუმცა კარგი იქნებოდა ქეთიზე გეთქვა 1-2 სიტყვა, ასე რომ დასცინიან. ეგი დუნაშოს გულისხმობს, დავუწერ კომენტარს. მე ძალიან აი რაც არ უნდა თვითონ ადამიანი ჩემთვის იყოს მიუღებელი და არ ემთხვეოდეს ჩემი სულის ხმას, მისი სულის ხმა. ანუ ამ შემთხვევაში ქეთის არ ვიძახი, ზოგადად ვიძახი, ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი დაცინვა და ბულინგი. ანუ დღეს, ამ საუკუნეში, ამ დროში, როცა ასეთი განვითარება გვაქვს და როცა ასეთი ვართ ადამიანი, მე ვთვლი, რომ სირცხვილია ბულინგი და აი მოხდებიან ხოლმე ინტერნეტ სივრცეში დღეს ვითომ ბლოგერები ანუ შეიძლება ბევრი გამომწერის წყავდეს, მაგას მე არ ვიძახი, ანუ ვითომ ბლოგერს რატო ვამბობ, რომ აი ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოგერი ვინც არის, იმან დაიცვას რაღაცა ეთიკის ნორმები და როცა ადამიანი, რომელიც თვითონ წლების წინ სხვებს აბულინგებდა და დასცინოდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ხელა პასუხისგებლობა ქონდა, რომ ყავდა აუდიტორია, დღეს გამოდის და ამბობს, რომ ბულინგს გმობს და რაღაცა სწორ ფასეულობებზე ლაპარაკობს. ხო, შეიძლება რაღაცა აზრ მოვიდა ადამიანი და შეეცვალა აზრები, მაგრამ ჩემთვის მაინც ანუ რავი, მიუღებელი, ანუ ჩემთან ვერასდროს ვერ ნახავთ იმას, რომ ვიღაცას ოდესმე რამის გამო დავცინოდი. შეიძლება გამეცინოს, ოღონ გამეცინოს სიყვარულით, გამეცინოს ტკბილად და ამასაც ვიტყვი, რომ მასე და ისე რომ ვიღაცას დავცინო და დავაბულინგო და მერე მეყოს ნამუსი და გამოვიდე და დავგმო ბულინგი და დაცინვა, ხო, აი არ ვიცი პროსტა მართლა. თუმცა მასეთი კი არა, მაგაზე ბევრად უარესი ადამიანები არსებობენ, ასე რომ გაკვირვებით არაფერი აღარ მიყვის. ჭირის ძერქვა საყვარელო დღემდე ჩემი საყვარელი ტკბილეულიაო, ეს რაზე ვთქვი, კი აღარ მახსოვს. ეს საყვარელია ანდრია ივაცოკოვ გირდები, მადლობა ძვირფასო. მანანა გილოდოთ ნინი ანდრიას დაბადების დღეს გისურვებთ, ანდრია მაგარი ბიჭი, თითით საჭმელი კაცი გახდეს. ვაიმე, დიდი მადლობა ძვირფასო. ლეო ნინი ბედნიერი დღეს საყვარელო პოზიტიურო ლამაზო გოგოებო, მადლობა ჩემო საყვარელო, იმას ვქენი. გამახსენდა ახლა ჩვენი ვლოგები, ანუ დაბადების დღეები, ყველა ერთი პაპკა გავაკეთე ლისტი, პლეილისტი და იქ ჩავყარე დაბადების დღეები და ჩავყევი ბოლომდე და ყველა იქ ჩავყარე. ევარო ერთი წლისაა ეგეც. ხო და ეს ძალიან ტკბილია, რომ აი წლების მერე რომ შეხვალ და რა უყურებ აი ეს დაბადების დღეს, ვაიმე ხა ხალხო, რამე შვილება. ეხა მოდის იკას დაბადების დღე, თოკოს დაბადების დღე, ნული არ იხდის თავისას, მაგრამ ეგეც სამი და კაი ორი ვთქვათ გადასახდელი დაბადების დღე, პლუს საჩუქარი, პლუსის და რამდენი ხარჯი მექნება. და იმის მერე კიდე რაც მე დიდხანს ვიდეოებს არ ვიღებდი სტაბილურად რაღაცა ჩემი შემოსავალი. და ასე მაგრამ it's okay, მთავარი კარგად ვიყოთ. მაგაზე არ ვიწუწუნებ არასოდეს. იმიტომ რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად. როგორ ისახო დღეს ბანკები მუშაობს თუ არა? და რა უნდა მეკითხე კიდე იცით? ჩორნაპლოდნეა რябინა რა არის? ანტლი არ არის, ასკილი არ არის.
კუნელი არ არის. თუ კუნელი მოიცა გუშინ გადავატრიალე ინტერნეტი და ვერ ვნახე ქართულად ეგ რომელია. აბა კუნელი ვნახოთ. არა, боярышник არის ეს. აი მე მინდა черноплодная рябина. აი, ნახეთ. არც მოცვია. აი არ ვიცი ეს რა არის. აი არ ვიცი მართლა და ძალიან მეინტერესებს რა არის ეგ. ხო და მოკლედ ჩემო კარგებო ტკბილებო და ძვირფასებო ასე. ეს გავისწორო თუ არა, თან მომწონს ესეთი როა გაფარჩხული, იმიტომ რომ თმა გუშინ დავიბანე საღამოს და არ გამისწორებია და ნახეთ როგორია. ლომის ფაფარი, ძალიან ლომაზია ჩემი თმა, რა ვქნა ვგიჟდები, თან აი მართლა საერთოდ აი ნიღაბსაც კი არ ვისო ხალხო. ნიღაბს კი არა, ბალზამსაც არ ვისო, ნიღაბს ხო არანაირს არ ვიკეთებ. აი საერთოდ არაფერს არ ვიკეთებ და თმა არის პროსტა ოღონდაც არ შემიღებო რა, მეუბნება, არ შემიღებო რა და აი გასიამოვნებ ცხოვრებისეულად, ოღონდ როგორც კი ვიღებავ რა ემართება იცით. ეს ჩემი თმის ღერის სქელია და თან ხშირია. თმის ღერი რაღაცნაირად უფრო ხშირი, ანუ სქელი ხდება და გაფარჩხული და მე იმიტომ შევიჭერი ქსელი თმა, არსად აღარ მიდის. არც იქით არ არის, არც აქეთ არ არის, არც ისეთია, არც ასეთია, აი პროსტა არანაირი აღარ არის რა. მიყვარხარ. ლევუნინი ბედნიაი დღეა საყვარელო გოგო პოზიტიურო ლამაზო გოგოებო მადლობა ჩემო საყვარელო დიდი მარიამ როგორ მომწონს შეიფრჩხილები რაც მაგ ვიდეოშია სად იკეთებ და ფერს რა ქვია და სტილს მიყვარხარ ვაიმე არ შემიძლია ეს ჩემი გაკეთებული ფრჩხილებია ანუ გელი მისვია უბრალოდ მეტი არაფერი და ნუშის ფორმა ქვია გელი მისვია ოღონდ როგორც იცი ჯერ მესვა ჭუჭყიანი ვარდი გელი და მე ზემოდან დავიდე მელქივეირო ქვია თეთრი და აი ამაზე აი ის ვარდისფერი მაქვს გამჭვირვალეზე და დანარჩენი აი ეს მილქივეირო აქვს დადებული ის არის ვარდისფერს უკვე მომბესა და მინდა გუშინ საღამოს ვფიქრობ ჯერ არ მაქვს გაზრდილი და ამიტომ არ მინდა ძალიან არ ვიცი ფრთხილის პლასტინა ძალიან შრებაო იმ საშრობშია და ზედმეტად ხშირადაც არ მინდა თორე უკვე მომბესა და მინდა ანა ის მელნისფერი ლურჯი რომ აქ ძალიან ლამაზი ფერია ან კიდე ეს განახევთ რაღაცა ზღაპარი ფერი არა ეს თეთრია ისა აი ცვირიანი ის მაქვს რაღაცა 6 ლარიანი ვიყიდო ცვირიანი ნუ შედარებით ცვირიანი ეს აი მალინის ფერი ან ეგ მინდა და ან აი ის ლურჯი მელნისფერი ლურჯი ბაბილი არ ეცხავს მეთქი მეგონა ეხლა ეცხავს მაგალითად ანუ მაგას ვერ ვიტყვი ძალიან ხშირად ეცხავს ხოლმე როცა არის ანუ მაგას ნახადაც ვერ ვიტყვი რომ არ ეცხავდეს როცა პერიოდები აქვს ხოლმე მაშინ არის ხოლმე რომ არაფერს აკეთებს თორე ისე ყოველთვის აკეთებს ხოლმე მაგრამ ეს ვერ ეცხავ არ ისე მე არ ეცხავდე ხათუნა უსაყვარლის ხარ წარმატებები ყველგან მადლობა ჩემო საყვარელო ლელამ მომეწონა ფორმატიო კეთი ნინი მიხარია ბედნიერს რომ ხედავ მანათობელო გოგო მადლობა ჩემო სიყვარულო SSS აბდომინოპლასტიკაზე გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ოპერაციამდე სამზადისით დაწყებული რეაბილიტაციით დასრულებული როგორი კმაყოფილი ხართ და ასე შემდეგ ყველაფერი გთხოვთ ვისგან აუ ამასაც ცალკე ვიდა უნდა ჩავწერო მოდი აქ გავაკეთე და მე გავიჭრიკაი